საოცარი სიტყვები ქონდა მოვისმინეთ ამ საგალობელში. შენი სიყვარულისათვის ბევრს დავითმენ. იესო. მაგრამ ჩვენ ხომ ესეთ სიტყვებს გულის მიღმა ვატარებ და ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. იმიტომ რომ როდესაც მე მართლაც ჩვენს წინაშე ჩვენ დგებით განსასწრების წინაშე, როცა შემდგომ ჩვენ ტკივილები გვაქვს, გვავიწყდება რომ ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ უფლის სიყვარულისათვის დავითმინოთ და ამით უფლის სიყვარული ვაჩვენოთ, საკუთარ თავს დავუმტკიცოთ. ვინ არის ქრისტიანი? ქრისტიანი არის ადამიანი, რომელიც გულზე ჯვარს ატარებს. ჯვარი ნიშნავს ჯვარცმულ ღმერთს. ჩვენს მიერ გულზე ჯვრის ტარება ნიშნავს ჯვარცმული ღმერთის ერთგულებას. ჯვარცმული ღმერთის ერთგულება ნიშნავს გოლგოთაზე ასვლას, ხო? რა თქმა უნდა. რომელიც ჩვენთაგანი არის ისეთი, ან თუ არის ვინმე ისეთი აქ, ვინც გოლგოთაზე არ არის, ან გოლგოთის ფერდობზე არ არის. მე მეჭობა არსებობდეს ადამიანი, რომელიც გოლგოთის ფერდზე არ დგას და არ მიდის ზემოთ. თუნდაც ვერ აცნობიერებდეს ამას, მაგრამ ჩვენ ქრისტიანები იმიტომ ვართ, რომ ჩვენ ამას უნდა ვაცნობიერებდეთ და ზემოთ გაცნობიერებულად წუწუნის გარეშე მივდიოდეთ. ვინ იყვნენ გოლგოთაზე? მოციქულებიდან მხოლოდ ერთადერთი იოანე. როგორ ფიქრობთ? იოანე წუწუნებდა, როცა ეს გოლგოთაზე ადიოდა. მე არ ვიცი. შეიძლება ცოტათი წუწუნებდა კიდევაც, ოღონ არა საკუთარი თავის მიმართ, იმდენად, რამდენადაც მისი უსაყვარლესი მოძღვრის გამო, რომლის წინააღმდეგ მთელი სამყარო ამხედრდა და რომელსაც უსამართლოდ და ასევე იოანესათვის უიმედოდ კლავე. მაგრამ იგი მაინც ადის გოლგოთაზე. მაგრამ იოანე გოლგოთაზე არ კვდება. უბრალოდ თავისი ყოფნით, თავისი სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებს, მაგრამ თავისი ყოფნით თანაგზნობას უცხადებს უფალს და თავის უпростоრად შეიძლება ასე ითქვას, რომ მისი ტკივილები იმდენად ძლიერი იყო, რომ მას არც კი შეეძლო სხვანაირად მოქცეულიყო, იგი აუცილებლად გაყვებოდა უფალს გოლგოთაზე. ამიტომაც მას ესმის უფლის სიტყვები, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამერიდან მისი დედაა. თუ ქრისტეს დედა შენი დედაც იქნება, მაშინ ქრისტე შენი ძმა არის. შენ ქრისტეს თანამემკვიდრე ხარ და რა თქმა უნდა თავისთავად ცხადია ცხოვრების გზაზე დგახარ. მაგრამ იოანე გოლგოთიდან ცოცხალი ჩამოდის. ის იქ სულიერ უმძიმეს სულიერ ტკივილებს განიცდის. უიმედობას, რომელიც აღდგომამდე, ქრისტეს აღდგომამდე აი ესე აწამებს და აწვალებს, როგორც ყველა სხვა მოციქულს. მაგრამ გოლგოთაზე კიდევ ერთი ადამიანია, რომელიც არასოდეს ყოფილა მოციქული უფლისა. რომელსაც არც უფიქრია ალბათ ქრისტეს მოწაფეობა და ვინიც ის ფიქრობდა თუ არა ის ოდესმე საერთოდ ღმერთზე და რამდენად ცხოვრობდა სინდისის მიხედვით. ალბათ არა. მე გულისხმობ ქრისტეს მარჯვნივ ჯვარცმულ ავაზაკს. გოლგოთაზე ისიც იყო და ის გოლგოთაზე ძალით აიყვანეს. ის იოანესავი თავისი ნებით არ ასულა. ნახეთ, იოანე თავისი ნებით ადის, მაგრამ იქიდან ცოცხალი ჩამოდის. ხოლო ეს ჯვარცმული ავაზაკი თავისი ნებით არ ადის, მაგრამ მაინც ადის გოლგოთაზე. ისე კაცმა რო თქვას,
ვისთვის უფრო მტკივნეული იყო გოლგოთაზე ასოლა. იოანესთვის, რომელიც საკუთარი ნებით ადიოდა თუ მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკისათვის, რომელიც საკუთარი ნებით არ ადიოდა. ფარისეულად მოწყობილი ადამიანური გონება იტყვის, რა თქმა უნდა, იოანესათვის ის სულიერ ტკივილებს განიცდიდა. თქვენ ფიქრობთ, რომ ჯვარცმული ავაზაკი სულიერ ტკივილებს არ განიცდიდა? წმინდა სერაფიმე საროველის ცხოვრებაშია თუ არ ვცდები, როდესაც მასთან ერთი დედაკაცი მივიდა ქათმებზე ელაპარაკება იმდენი ხანი, რომ გარეთ ყოფნი შეწუხდებიან და წმინდა სერაფიმე საროველის მორჩილები შეწუხდებიან. და შემდეგ ეტყვიან, რა არის ამდენ ხანი ამ ქათმები დაკარგა თუ რაღაც ესეთ. მისთვის ეს ქათმები იმდენად მისი მთელი ცხოვრება ამ ქათმებშია და იმდენად ტკივილს აყენებენ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ტკივილი, ვიდრე სხვისი ტკივილი, რომელსაც სხვა რაღაცა პრობლემა აქვს. ჩვენ ყველას ერთნაირად გვტკივა სინამდვილეში. ყოველ შემთხვევაში განსასწრებელი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ იმაზე მეტ განსასწრებს უფალი არ დაგვადებს, ის ზიდვაც არ შეგვიძლია და ვისაც ცოტა დაადო, იმას მეტის ტვირთვა არ შეუძლია. ამიტომაც მეტი არ დაადო, მაგრამ ის პატარა მას ტკივა. ასე რომ ჩვენ მოვიტყვით, რომ ჯვარცმულ ავაზაკს, რომელიც ძალით აყავდათ, იქ არ ტკიოდა სულიერად. რა შეიძლება მას ტკიოდა? ის ხო ავაზაკი იყო, ის ხო ნაძირალა იყო, ის ხო სინდისის მიხედვით არ ცხოვრობდა, ის ხო სხვებს ავიწროებდა, უბედურებდა. ჩვენ ხო არ ვიცით მისი ცხოვრება. ვინიცის როცა ის უკანასკენ ნაბიჯებს ადგავდა გოლგოთის გზაზე, ვინიცის რას იხსენებდა? თავის წარსულს, რამდენჯერ ჰქონდა შესაძლებლობა სწორედ ცხოვრება დაეწყო და არ იცხოვრა, რამდენჯერ შეეძლო ღვთისცნება აღესრულებინა და არ აღასრულა, რამდენჯერ აღასრულა ღვთისცნება და გულში სიამე ჩაეღვარა, მაგრამ შემდგომში დაავიწყდა და სხვა დროს მსგავსი რამ არ გააკეთა და ვინც ეს ფიქრობდა, რომ მე რომ მსგავსი რამ გამეკეთებინა, კიდევ ეგებ ავაზაკობისთვისაც თავი დამენებებინა და აქედან გამომდინარე ეგების ჩემი ცხოვრებაც ასე ტრაგიკულად აღარ დასრულებულიყო. ვინც ეს რამდენი კეთილი ჩანაფიქრი ჰქონდა, რომელიც ვერ განახორციელა თავისი ბინძური საქმიანობისა გამო და ვინც ეს სინდისი როგორ ქეჯნიდა და როგორ ტკიოდა და ვინც ეს გაცილებით უფრო მეტადაც ტკიოდა ვიდრე იოანეს, იმიტომ რომ თუ მას იქ სინდისი გაუცოცხლდებოდა, ხომ გესმით, რა დღეში ჩააგდებდა ამ ჯვარცმულ ავაზაკს სინდისი, გაცილებით უფრო მძიმე დღეში ვიდრე იოანეს. მერე იოანე თავისი ნებით ადიოდა. ამასაც აქვს მნიშვნელობა, უნდოდა და მიდიოდა და მას ამ ჯვარცმულ ავაზაკს არ უნდოდა და ძალით აყავდა. და საოცარი ფინალი ამ ჯვარცმული ავაზაკის მიწიერი ცხოვრების. მართალია იოანეს ესმის საოცარი სიტყვები, რომ ღვთისმშობელი შენი დედა იქნებაო ამირიდან, ანუ შენ ჩემი ძმა იქნებიო, მაგრამ რა სიტყვები ესმის ჯვარცმულ ავაზაკს? დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. დღეს რას ნიშნავს? მარადისობას. იმ წამს, როცა უფალმა ეს სიტყვები წარმოსთქვა, ავაზაკი სული შინაგანი მდგომარეობით უკვე სასუფეულის, ზეცის მოქალაქე გახდა, ჯერ კიდევ ცოცხალი ჯვარზე, ჯერ კიდევ ავაზაკი. ჯერ კიდევ ავაზაკი. ამ ქვეყნიური სამართლით. ცოცხალი ავაზაკი ჯერ კიდევ უკვე ზეცის სასუფეულის მოქალაქედ იქცა, იმიტომ რომ უფალმა მას უთხრა, დღესო ჩემთან ერთად იქნებიო სამოთხეში. რომელი ჩვენთაგანი არ არის გოლგოთაზე. ესეთი ადამიანი არ არსებობს. ყოველი ჩვენთაგანი გოლგოთაზე დგას. უბრალოდ უნდა თვალები კარგად გავახილოთ და ის რაც ხდება ჩვენეულ არჩევნად გადავაქციოთ. ის რაც ხდება ჩვენივე უნდა გახდეს. მე ადრე მოგიყევით, შემდეგ წიგნშიც არის, მესამე წიგნში აღწერილი, თუ როგორ ყვდება ერთ-ერთი ქრისტიანი, მონა ღვთისა იაკობი, როდესაც მას უმძიმესი ტკივილები ჰქონდა, მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა, როგორ ყვდება მას ტკივილ გამაყუჩებელს მორფიუმს თავაზობენ და ის არ იკეთებს და ამბობს, მე ეხლა ცოტა ხანში უნდა გარდავიცვალო და არ მინდა დამეძინოს.
მას სურდა რომ ტკივილებიცა და გარდაცვალებას მისი პირადი გამოცდილება ყოფილიყო. ეს იყო სწორედ ჯვარცმის სურვილიც კი ჯვარცმის ტკივილების გაზიარების და იმ ჩანაწერს ესე ქვია ქრისტიანები დღეს თუ წაკითხული გაქვთ ძალიან საინტერესოა იმ ხრივ რომ ეხება ჩვენს თანამედროვე ჩვენს ცოტა ხნის წინ ჩვენს გვერდზე მაცხოვრებელ ადამიანს სულ ახალგაზრდას 25 წლის ასე რომ ის ისტორია რომელიც გოლგოთაზე ხდება დღემდე მეორდება და თითოეული ჩვენთაგანი დგას ამ გოლგოთაზე არ არსებობს ადამიანი ტკივილები რომ არ ქონდეს რაც უფრო ასაკში ადამიანი მით უფრო ამ ხრივ წესით ბრძენი უნდა გახდეს და რაც უფრო მეტად მოიხედავს უკან უფრო მეტად უნდა დაინახოს რომ მთელი მისი ცხოვრება ტკივილები ყოფილა ისე უკან ყურებას რაც შეეხება ეს ერთი პრობლემაა ჩვენ უკან ვიყურებით ძალიან ბევრს და ვოცნებობთ წინ ვიყურებით ოცნებით ძალიან ბევრს ვოცნებობთ და სწორედ აი ამ დროს გვავიწყდება სად ვდგავართ ანუ ვდგავართ გოლგოთაზე და ჯვარცმისათვის ვემზადებით თითოეული ჩვენთაგანი ემზადება ჯვარცმისათვის ეს გარდუვალია არც ერთი ადამიანის ცხოვრება არ დასრულდება ჯვარცმის გარეშე ეს ჯვარცმა თითოეული ჩვენთაგანის გარდაცვალება მაგრამ აი ჯვარცმამდე ტკივილებს რაც შეეხება ეს შეიძლება სხვადასხვა ქონდეს მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ ყველანი ზემოთ ავდივართ და რაც შეეხება ჩვენს წარსულს რო გადავხედავთ წესით ამას უნდა ვხედავდეთ მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი ტკივილია ამ ქვეყნებრივ ბედნიერება აი რაც უფრო ხა პატარა ბავშვებს რა მოთხოვო მაგრამ ვინც ბევრი იცხოვრა რამდენიმე ათეული წელიწადი აბა გავიხსენოთ რა გქონია ისეთი რომელიც დღესაც კვებავს ჩვენს ბედნიერებას არც არაფერი რაღაც გაელვებები შეიძლება ყოფილა და ჩამქრალა და ძირითადად ეს გაელვებები ძალიან ცოტა იყო მე ეს როცა ამ თემაზე გესაუბრებით მე არ მინდა რაღაც პესიმისტური ნოტები იყო ჩვენში პირიქით ამ თემებზე იმიტომ ვსაუბრობთ რომ წინ ვიყურებოდეთ და არა უკან ოღონდ წინ არა ოცნების საუფლოში არამედ ღმერთისკენ რომელიც აწმყოში იხილვება საერთოდ ქრისტიანული თვალსაზრისით წინყურება აწმყოში ყოფობას ნიშნავს იმიტომ რომ თუ ჩვენ ოცნებაში გადავარდებით ოცნება წინ არის და ოცნება საერთოდ არ არსებობს ოცნებას მიმართულება არ აქვს ოცნება ჩვენი გამოგონული ფანტაზია წინ სულიერი თვალსაზრისით წინ საღვთისმეტყველო თვალსაზრისით რაღაცა დროის ქრონოლოგიას არ ნიშნავს მომავალში რა იქნება ცრუ წინასწარმეტყველებას მკითხაობას არ ნიშნავს წინ ნიშნავს სულიერი თვალსაზრისით წინყურებას ანუ აწმყოში მყოფობას და ღმერთის ერთგულებას როდესაც ჩვენ დავინახავთ ჩვენ წარსულს დავინახავთ რომ ტკივილები მეტი ყოფილა საერთოდ ამ ქვეყნიური ბედნიერება თუ არსებობს იგი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებთან ურთიერთობაში შეიძლება არსებობდეს რა თქმა უნდა ყველაზე მეტად ის ოჯახის წევრებთან ალბათ უფრო მეუღლეებს შორის და მშობლებსა და შვილებს შორის მათით ისწავლება საერთოდ ოჯახური ურთიერთობით ისწავლება სიყვარული აი პრობლემა სწორედ აქ არის ჩვენ რო გადავხედავთ ჩვენ წარსულს დავინახავთ რომ ამგვარი ბედნიერება არ არის საერთოდ ან თუ არის ძალიან ნაკლულია გარკვეული მიზეზებისა გამო იმიტომ რომ ბიოლოგიური ერთობა ჯერ სამწუხაროდ არ ნიშნავს სულების ერთობა მხოლოდ ქრისტეს მიერ ერთობა შეიძლება იყოს ეს კიდე იმდენად იშვიათია ოჯახებში თვით ქრისტიანულ ოჯახებში იმდენად იშვიათია რომ ადამიანებზეც მე ვამბობთ რომ იშვიათად თუ ვინმეს აქვს გასახსენებელი ბევრი ბედნიერი წამები წარსულში უდიდეს შემთხვევაში ტკივილებს ვიხსენებთ ხოლმე ეს ერთ-ერთი იმის ნიშანია რომ ჩვენ გოლგოთაზე ავდივართ
ადამიანი იტყვის რომ მე ეს არ მინდა. მე აქ ანა იმიტომ მოვედი რომ გტკიოდეს. არა. ჩვენ აქ იმიტომ არ მოვედით რომ არ მოვედით რომ გტკიოდეს. ჩვენ ყველა შემთხვევაში გვეთკინებოდა არ დაგვავიწყდეს მარცხნივ ჯვარცმული ავაზაკიც რომ არსებობს. ანუ შენ თუ არ გინდა იყო მარჯვნივ ყოფი ავაზაკი, მაშინ მარცხნივ ჯვარცმული ავაზაკის მდგომარეობაში აღმოჩნდები, რომელსაც ასევე ძალადობით აიყვანეს გოლგოთაზე, რომელიც ასეთივე ტკივილებით კვდებოდა. მაგრამ მას არ გაუგონია საოცარი სიტყვები დღესო ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში, ანუ ჯერ კიდევ ცოცხალს არ განუცდია წინაგემოს ხილვა მარადიული ბედნიერების. ჯოჯოხეთური მდგომარეობა ჰქონდა ფიზიკურათაც, ჯოჯოხეთური მდგომარეობა ჰქონდა სულიერათაც, რომელიც შემდეგ მარადისობაშიც გაგრძელდა. ჩვენის მაინც შეგვიძლია თუ ფიზიკურად გვაქვს ჯოჯოხეთური მდგომარეობა, სულიერათა მაინც ჰქონდეს სასუფევლის სამოთხის მდგომარეობა. და როცა ადამიანი იტყვის რომ მე ეს ტკივილები თუ იტყვის რომ ეს ტკივილები არ მინდოდა და მე აქ იმიტომ მოვედი რომ გავთავისუფლებულიყავი ტკივილებისაგან. ანუ მოვედი ანგარებით და მრავალი ჩვენთაგანი ესე მოსულა თავის დროზე გვიჭირდა და მხსნელს ვეძებდით. მხსნელი იესოა რომელსაკენაც ჩვენ წამოვედით, მაგრამ აღმოჩნდა რომ თუნდაც იმ პრობლემებისაგან რომლითაც შენ აქ მოხვედი და მხსნელი ზიება დაიწყე გათავისუფლდე, აღმოჩნდება რომ ახალი და შეიძლება უფრო მძიმე პრობლემებიც კი წამოვიდეს, ხორციელი თუ სულიერი. და არასოდეს დასრულდება ეს. და არასოდეს დასრულდება, სანამ გარდავიცვლებით ჩვენი ასვლა გოლგოთაზე. რატომ ადამიანი იკითხავს? ამაზე ხშირად გვისაუბრია. იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ. იმიტომ რომ იმის ხატნი ვართ, ვის ჯვარცმასაც გულზე ვატარებთ. იმიტომ რომ ის მოვიდა ადამიანად, რომ ჩვენ ღმერთნი გავხდეთ და თუ მისი გაადამიანების გზა ტკივილიანი იყო, ჩვენი გახვრთობის გზას ტკივილიანი. მაგრამ სხვანაირად ადამიანობა არ არსებობს, იმიტომ რომ ადამიანობა ნიშნავს პოტენციურ ღმერთობას. ღმერთი ადამიანი იმიტომ გახდა, რომ ადამიანი ღმერთი გახდეს. ღმერთის ადამიანად გახდომა ტკივილი იყო და ადამიანის ღმერთად გახდომა ასევე ტკივილია. ამითაც ვგავართ ჩვენ ღმერთს. და წმინდა წერილი მრავალგზის თავად უფალი, შემდეგ მოციქულები, მრავალგზის აი ამას გვეუბნებიან, ამას გვასწავლია, რომ ქრისტიანის გზა ტკივილიანი გზა არის. განსაკუთრებულად იმ შემთხვევაში თუ ის უფალს ერდგულებს. აი დღეს პავლე მოციქულის სიტყვები ამოვიკითხეთ. რამე თუ ამისთვის შვრებით და ვიყვედრებით. ანუ ამისთვის ვშრომობთ, ოფსღურით, ვიტანჯებით, ვიყვედრებით სხვათაგან. რისთვის? რამე თუ ვესავთ, ანუ იმედი გვაქვს, ვსასოებთ. რამე თუ ვესავთ ღმერთსა ცხოველს, ანუ ცოცხალ ღმერთს, ანუ ცოცხალი ღმერთის მოიმედენი ვართ, ცოცხალი ღმერთის ერდგულნი ვართ. ამისთვის არის ჩვენი ეს სიმძიმე ცხოვრებისეული. ამისთვის არის ჩვენი ტკივილები, ამისთვის არ უყვარვართ ამას ოფელს. და ამიტომ ვიყვედრებით, რომ ცოცხალ ღმერთს, საოცარი სიტყვებია, რომელსაც მე ხშირად გიმეორებ, ცოცხალი ღმერთის შვილები ვართ. ცოცხალი ღმერთის მსახურებას აღვასრულებთ. ლოცვის დროს ცოცხალ ღმერთს ველაპარაკებით. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გქონდეს განცდა ცოცხალი ღმერთისა. ჩვენ ეს არ გვაქვს. ან ძალიან იშვიათად, ან საერთოდ არ გვაქვს. სულ უნდა გქონდეს ლოცვის დროს ცოცხალი ღმერთის განცდა. სულ უნდა გქონდეს წირვაზე დგომის დროს ცოცხალი ღმერთის განცდა. სულ უნდა გქონდეს ზიარების დროს ცოცხალ ღმერთთან ერთობის განცდა. იმიტომ რომ თუ ღმერთი ჩვენთვის ცოცხალი არ არის, იგი ცოცხალია თავისთავად, მაგრამ თუ ის ჩვენთვის ცოცხალი არ არის, ჩვენ გვემუქრება ფარისევლობის საშიშროება. ან როცა ადამიანი ყველაფერს აღასრულებს, მაგრამ ცოცხალ ღმერთს ვერ იტანს და მოკლავს კიდევაც, თუ ის მოვა მასთან და შეაწუხებს ბჭყალებში. რაც გააკეთეს ფარისევლები.
ესე იგი, იმიტომ ვიყვედრებით, რომ ვესავთ ღმერთსა ცხოველსა, რომელსაც მაცხოვარი ყოველთა კაცთა და უფრო იზღა მორწმუნეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენთაგანის ტკივილი იმიტომ შეიძლება იყოს გამძაფრებული, რომ ჩვენ ცოცხალი ღმერთის მოიმედენი, ცოცხალი ღმერთის ერთგულება გსურს, ცოცხალი და იმ სიცოცხლეს, რომელიც მასია ჩვენ ვატარებთ. რადგან სამყარო მოიძულა ცოცხალი ღმერთი, მოგვიძულებს ჩვენს როგორც მის შვილებს, რომელიც მის მადლს ვატარებთ და ისე ძლიერად ხანდახან, რომ ვანათლებთ თელ სამყაროს, იმიტომ რომ ეს ჩვენი ვალდებულებაც არის, ჩვენ ამით ცნებას აღვასრულებთ, იყავთ ნათელიო ამას ოფლის. ადამიანი რაც უფრო ღმერთს უახლოვდება, უფრო ფაქიზდება მისი შინაგანი სამყარო. მე ესეთი მაგალითი მომყავს ხოლმე. აი, ადამიანები, რომლებიც ზიან და ეწევიან ოთახში. სად ამ წეველთა ოთახში წებელი რო დაждდება სხვა, თუნდაც ის არ ეწეოდეს და სად არამწეველი, რომელსაც თამბაქოს სუნი საერთოდ არ მოხვედრია, რომელი უფრო გაიტანჯება. ვისაც უფრო სუფთა და ჯამრთელი ფილტვები აქვს, ის უფრო გაიტანჯება ამ გაკვამლულ ოთახში. ჯამრთელი და სუფთა ფილტვი, ესე იგი სუფთა ფილტვების მქონე უფრო მეტად გაიტანჯება. ფაქიზის სულის მქონე ადამიანი, წმინდა სულის მქონე ადამიანი, უფრო იტანჯება ამ სოფელში მყოფობით, იმ უმსგავსობით, იმ უზნეობის ზეიმით, რომელიც სამყაროშია, უსამართლობით, უფრო იტანჯება ფაქიზის სულის ადამიანი, ვიდრე ნაკლებ ფაქიზი ან სულიერად დაცემული. ხოლო ქრისტიანობა ნიშნავს იმას, რომ ღმერთს მივიახლებით. ღმერთს მივიახლებით ნიშნავს იმას, რომ მისი მადლით განვიწმინდებით. მისი მადლით განვიწმინდებით ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სულიერი მდგომარეობა უფრო გაფაქიზებულია და უფრო მეტად ტკივნეულად აღმქმელია ყოველგვარი ბოროტებისა და უსამართლობის, რაც ამ სამყაროში ხდება. ამიტომ თუნდაც აქედან გამომდინარე, შენ რომ არავინ არ გეხებოდეს პირადად, შეუძლებელია ქრისტიანს არ ტკიოდეს. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ყველა ქრისტიანს, თუ ის ქრისტიანია, აუცილებლად ეთკინება. ესეთებიც იყვნენ დიდი წმინდა მამები, რომლებიც განდეგილი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, რომლებსაც თითქოს და პირადი ცხოვრება არ ქონდათ, მაგრამ მთელი დედამიწა, მთელი სამყარო, მათი ამგვარი ადამიანების პირადი ცხოვრების ნაწილი ხდებოდა. და მათ ყოველი ცოდვილი, ყოველი დაღუპული, ყოველი ჯოჯოხეში ჩამავალია, ყოველი უსამართლობისაგან გატანჯული ადამიანი საოცრად სტკიოდა. აქედან გამომდინარე, ესეთი ადამიანები ყოველთვის გოლგოთაზე იდგნენ და მაცხვარს ემსგავსებოდნენ, რამე თუ სხვისი ტკივილი ძალიან სტკიოდა. საერთოდ გოლგოთაზე დღეს რატო ვლაპარაკობთ ამდენს? იმიტომ რომ დღევანდელ დღეს არის რა მეზვერე ზაქის ხსენება, დღევანდელ დღეს იწყება მზადება დიდ მარხვისათვის. შემდეგი კვირა მეზვერისა და ფარისევლისა. აი ზაქის ცხოვრება ავიღოთ თუნდაც. როგორ ფიქრობ, ზაქის ცხოვრება ამ ქვეყნიური თვალსაზრისით, როდის უფრო ტკივილიანი გახდებოდა? მას შემდეგ, რაც მან ქრისტე ისტუმრა თუ მანამდე უსინდისო კაცის ცხოვრებით ცხოვრობდა გულარხეინად, კაის ჭამდა, კაის სვავდა, პატივცემული იყო რომაელებისაგან, იმიტომ რომ ჭირდებოდათ ესეთი იუდეველი დიდგვაროვნებისაგან, რომლებსაც ასევე ჭირდებოდათ ესეთი იუდეველი, როგორც შუამავალი რგოლი რომაელებთან და პატივცემული იყო უბრალო ებრაელებისაგანაც, რომლებსაც ეშინოდათ მისი და გარეგან პატივისცემას გამოხატავდნენ, კაის ჭამდა, კაის სვავდა, არ ტკიოდა, არ შიოდა, იმ დიდარებით იყო წინააღმდეგ განსხვავებით ღარიბი ლაზარისა და ღატაკი ლაზარისა, იმ დიდარით, რომელიც ფუფუნებაში ცხოვრობდა და იმ ლაზარეს ვერ ამჩნევდა. ანუ სულიერად რა თქმა უნდა შესაბრალისია, მაგრამ ისე რომ შეხედავდი ფიზიკური თვალსაზრისით, იგი სიბრალულს არ იწვევდა. რომელი უფრო საცოდავია, ლაზარე, გლახაკი თუ მდიდარი? რა თქმა უნდა ადამიანი იტყვის, რა თქმა უნდა ლაზარე უფრო ის არის, მდიდარი უფრო ცოდო ადამიანი იტყვის. ესეთი სპონტანურად პასუხის მოცემა ნიშნავს ჩვენს ფარისევლობას. იმიტომ რომ ჩვენ ქუჩაში რო ვართ, ესე არ ვფიქრობთ.
ჩვენ რო დავინახავთ დიდარ გაფუყულ ადამიანს, რომელიც კისრამდე რძეში ბანაობს, ჩვენ ვეტყვით კიდევაც, ესე რა მაგრა ცხოვრობს. თუ რო დავინახავთ ქუჩაში დაგდებულს, აი საცოდავი. და როცა სახარების იგავს კითხულობ, პირიქით ავარ, საცოდავი მდიდარი და რა ბედნიერი ღარიბი და გლახაკი დარდომილი, რომელსაც ძაღლები ვერ მოუცილებია, როცა მის წყლებს ლოშნიდან. აი ეს არის ჩვენი ფარისეულობა. სახარებაში მაგრები ვარ და გარეთ სულ სხვანაირები. სოდო ლაზარი რომელსაც ტკივა მდიდარი რათ არის სოდომას არაფერი არ სტკივა ჩვენ ხომ ესე ვხედავთ ჩვენ საერთოდ არაფერი არ სტკივა რომელ ჩვენთაგან შეეცოდება მდიდარი გაფუყული დაგდის და ყველაფერი აქვს ჯანმრთელობაც კი აქვს მიუხედავად მისი უსინდისო ცხოვრების და ამ საწოდავს არ საჭმელი აქვს არ სასმელი აქვს არ ცითბო აქვს და არ ჯანმრთელობა არ აქვს და მოძულებული ყველასაგან და არ შეგეცოდება ის რომ ჩვენ ლაზარი არ შეგვეცოდოს თუ არ ვთქვი ის აკასური თუ ეფრემასური ამბობს მე ადრე გითხარით ეს სიტყვები ვისაც ებრალება მკვლელი ცოდუაო ეხლა აბა მხელა ცოდვა ჩაიდინა საწყამი ვისაც ებრალებაო მკვლელი მას ზულს მსხვერპლი რეალისტები უნდა ვიყოთ და ადამიანის ტკივილი გავითავისოთ პავლე მოციქული ჩვენ ამას გვასწავლის ტირალთან მოცინართან ერთად იცინოდათ და ტირალთან ერთად ტიროდეთ ის კი არა რომ ადამიანი რო ტირის და გეშენია ბედნიერი ხარ შენ რა პრობლემა გაქვს შენ ხა ტირი ხარ და მე ნუ გეშენ არაო ტიროდეთო მასთან ერთად ტკივა იმას და იმიტომ ჩვენ არასწორად გვესმის ხოლმე ქრისტიანობა რაღაცა დამახინჯებული ქრისტიანობა გვაქვს ჩვენს ცნობიერებაში რაღაცას ვერ ვხედავ გამაოგნებელი და შეიძლება გამძვინვარდე კაცია ადამიანს საშნელი ტკივილი აქვს და მევა მეორე და რასის ამძმაო მოგე მოითმინე ახლა ნუ ქრისტიანი არა ხარ დედა წარმოგიდგენია ერთ ის დასვი იმ ადგილას და ნახავს ერთ სხვისიჭირი ღობეს ჩხირიო ეგრეა ზუსტად იმას რომ ტკივა და ამ ტკივილით რომ იტანჯება და შეიძლება უბედურიც რომ არის მაგრამ ღმერთისკენ რომ ხელს არ იშვერს და რომ არ წუწუნებს და რომ არ აბრალებს ღმერთს იმიტომ არის ის წმინდა თორე რომ არ ტკიოდეს რომ არ იტანჯებოდეს უბედური რომ არ იყოს მაშინ სიწმინდე რაღა აი ამ ყველაფერს რომ ითმენს და ვის არ მოუთმენია და ესე ითმენდა რომელიც ჩვენთაგანი ნახავდა იობს გაუბედურებას ცოლშვილი ამოწყვეტილი გაუბედურებული კეთრი დაწყლულებული სკორეში იჯდა და თიხის ნატეხით იფხეკავდა იმ წყლულებს რომელიც ჩვენთაგან იტყოდა ბედნიერი ხარ ნუ გეშინია იობ ცოტა ხანში ნახე რა მოგერი და რაც დაემართა იობს ეს რაც დაემართა სწორედ ამიტომ რომ ის უფლის ერთგული იყო და რატომ იყო იობი დიდი იმიტომ რომ ტკიოდა არა მიუხედავად იმისა რომ ტკიოდა ეს ტკივილები მისთვის მაინც ღვთის დიდება იყო მისთვის ღვთის სიყვარულის გამოვლინება და ღვთისადმი ერთგულების დადასტურება იყო აი ჩვენ დიდ მარხვის ციკლში შევდივართ და იმისათვის რომ გავიაზროთ ღმერთმა ჩვენთვის რა გააკეთა და რას ნიშნავდა გოლგოთა იმისათვის რომ გავიაზროთ რატომ უთხრა ეს სიტყვები ჯვარცმულ ავაგზას დღეს ჩემთან ერთად იქნებიო სამოთხეში ამისათვის საჭიროა რომ ჩვენი საკუთარი გოლგოთა დავინახოთ იმიტომ რომ თუ შენ არა გაქვს გამოცდილება იმ ტკივილისა რა ტკივილიც გოლგოთაზე ასვლას გულისხმობს და რაც შეიძლება ქონოდა ავაზაკს ან იოანეს ან მაცხოვარს თუ ცოტათი მაინც არ უახლოვდება შენი გამოცდილება ამას ვერ გაიგებ რა ტკიოდა ან ერთს ან მეორეს რა ტკიოდა ღვთისმშობელს და რა ტკიოდა მაცხოვარს რა ტკიოდა წმინდანებს რა ტკიოდა იმ გლახაკ ლაზარეს რა ტკიოდა იობს
რატკიოდა პავლე მოციქულს, რომელიც ამბობს, რომ ქრისტეს ტკივილები საწერტელნი მაქვს, ქრისტეს ტკივილები უტვირთავს. ქრისტესათვის ჯვარცმულია პავლე მოციქული. რატკიოდათ ამ ადამიანებს, როგორ გაიგებ და თუ ვერ გაიგებ, როგორ გაყვები სულიერად და თუ ვერ გაყვები, როგორ განიცდი შემდგომ აღდგომის სიხარულს და თუ არ განიცდი აღდგომის სიხარულს, როგორ დამკვიდრდება შენ გულში კვდრთით აღმდგარი მაცხოვარი, რომელსაც მუდამ უნდა ვატარებდე. და თუ არ გვექნება ნაპერწკალი მაინც კვდრთით აღმდგარი მაცხოვრის მადლისა გულში, როგორ გაუძლებთ ამ ქვეყნიურ ტკივილებს სიხარულით, წუწუნის გარეშე და მადლიერების გარეშე, როდესაც რომ მტკივა მე უფალს ვეუბნები, ღმერთო, მე ხომ შენს გამო მტკივა. კიდევ უფრო მეტკინა. უფალო, კიდევ შენს გამო მტკივა. და როგორ ეტყვი ამას გულწრფელად და თუ არ ეტყვი ამას გულწრფელად უფალს, როგორ მოვა შენში სიხარული და ცრემლი მადლის მიერი, თავად ღმერთისაგან. იმიტომ რომ შენ თუ ამგვარი განცდა არ გექნება, რომ ყოველი შენი ტკივილი უფალს მიუძღვნა, უმაღლეს მსხვერპლად, შეწირო მას. ყოველი შენი განსაცდელი, ყოველი შენი ცხოვრებისეული ტრაგედია, ყოველი შენი სულთქმა, ყოველი შენი რა გამოვლებს ამ ქვეყნიურ ტრაგედიას და ადამიანისათვის? არც არაფერი. და ვალდებული ხარ ამგვარად იცხოვრო, თუ შენ ქრისტიანი ქვია. პავლე მოციქულიც ესე გეუბნება, რომ უფლის სიყვარულისათვის, ცოცხალ ღმერთს რომ ვესალთ, ამისათვის ვიყვედრებით, ვიდევნებით, შრომობთ და გვეუბნება, რომ ესო ამცნედას, ამას ამცნებ და ასწავლიდი, ანუ სხვასაც ვასწავლოთ ესო და როგორ ასწავლით თუ შენ არ განიცადე ეს და პირველ რიგში შენი ცხოვრებით არ ასწავლე. და შემდეგ მე ვერ მოვითმენ და ვიტყვი, რომ წავიკითხავ იმ სიტყვებს, რომელიც უშუალოდ სასულიერო პირებს ეხება. იმიტომ რომ ტიმოთეს ეუბნება, ეს არის ტიმოთეს მიმართ პირველი ეპისტოლე. ტიმოთეს ეუბნება, რომელიც მის მიერ პავლე მოციქულის უსაყვარლესი მოწაფე და მის მიერ ხელდასმული სასულიერო პირია. ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ეს ის სიტყვებია, რომელიც მე სამღვდელო ჯვარზე, ზოგიერთ ჯვარზე უკან აწერია ხოლმე. სახე ექმენ, ანუ მაგალითი იყავიო. მაგალითი იყავი, სახე ექმენ მორწმუნეთა, ანუ მორწმუნეთათვის მაგალითი იყავი და რით? სიტყვითა, სვლითა, ანუ ცხოვრების წესი, სიყვარულითა, სულითა, სული დუღარებას რო ვითხოვს ჩვენგან პავლე მოციქული, სარწმუნოებითა, რომელიც ცოცხალი უნდა იყოს და სიწმინდითა, ანუ ცხოვრების წესს კვლავ გულისხმობს. ეს თითოეული ჩვენთაგანისათვის განსაკუთრებულად სასულიერო პირისათვის პავლე მოციქულის გარიგება და გაფრთხილება, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება, სარწმუნოება, სულიერი მდგომარეობა, სიწმინდე თვალხილული იყოს ყველასთვის, რომ ყველამ დაინახოს, რომ აი ეს არისო ქრისტეს სახური, ესე იგი, რადგან ქრისტეს სახური ესეთია და არა სხვანაირი. ესე იგი ღმერთი არის. გესმით? ჩვენ რატო ხდებით ქრისტიანები? ამაზე მე ხშირად მილაპარაკია. რატო გავხდით ჩვენ ქრისტიანები და არა სხვა რელიგიის მიმდევარნი? იმიტომ, რომ ჩვენი შინაგანი სამყარო, როგორც ხორცი, მშიერი კაცის ხორცი ითხოვს ჭამას და სმას, ასევე ჩვენი სული ითხოვს უმაღლეს ზნეობას. ჩვენი სული ითხოვს იმ ზნეობის, უმაღლესი ზნეობის კანონის აღსრულებას, რომელსაც ჩვენ შიგნით ვგზნობ და სანამ ის არ აღსრულდება, ჩვენ ვიტანჯებით. და აი ამ უმაღლესი ზნეობის ძიებაში ჩვენ ვიპოვეთ ქრისტე. რატომ ქრისტე და არა სხვა ვინმე და რამე? იმიტომ, რომ ყველაზე უმაღლესი ზნეობა არის ის, რომ თავი გაწიროს ერთმა მეორისათვის სრულად. წარმოიდგინეთ, ღმერთი, რომელიც თელ სამყაროს ქმნის, უცებ მისთვის სამყარო რა არის? მტვერიც არ არის, არაფერი არ არის. რომ უნდა იმიტომ არის, უცებ რო არ მოუნდას აღარ იარსებობს. მეტაგალაქტიკა მთლიანად, მთელი სამყარო.
აი ღმერთი თელ სამყაროს, ამ სამყაროს ქმნის და მეტაგალაქტიკაში ამ რაღაც მტვრის, მისთვის მტვერი, ამ მტვერში კიდე რაღაცა მტვერში რაღაცა არსებები დაბობღავენ. და ღმერთი ამ არსების ბუნებას იღებს და მისი ტკივილების გამცდელი ხდება. ეს იცით რა არის? სახელმწიფოს მეთაური იყო, აი მეფე იყო. მეფე, დიდგვაროვანი, დიდი თავადი, რა ვიცი, ვინც გინა. და ქუჩაში გლახაკი გაუბედურებული მათხოვარი დაინახა. მოძულებული საზოგადოებისაგან. აიყვანო ეს, შეიყვანო შენ სამეფო პალატაში და გახადო ის დიდ თავადად თუ ან მეფედ რაღაც როგორც გნება. და შენ დაждე იქ სკორეში და ცხოვრება გაუცვალო. რატო? უბრალოდ ის ადამიანი, რომელიც სკორეში იჯდა, შეგიყვარდა. რატო შეგიყვარდა არ ვიცი. აი შეგიყვარდა. შეგიყვარდა სულზე უფრო უტყბესი გახდა ის სკორეში მყოფი ადამიანი. იმდენად შეგიყვარდა, რომ მისთვის არათუს მეფობა კი არა, სიცოცხლეც არ გენანება. ხო და სანამ მოკვდებოდი ჯერ მეფობა მიეცი და მე ჩაჯექი იქ რომ მისთვის მოკვდე კიდევაც. ხო გამოუგნებელი რამეა. ესეთი რამე ხო შეუძლებელი. აი ეს შეუძლებელი, ანუ ეს არის უმაღლესი ზნეობა, აბსოლუტური უანგარობა, სხვისთვის გაკეთებული, სხვისთვის გაღებული. და ეს დიაპაზონი მეფე და მათხოვარი კიდე არ შეესაბამება იმ დიაპაზონს ღმერთი და ადამიანი. ხო, ეს დიაპაზონი ღმერთი და ადამიანი უსასრულოდ უფრო დიდია. აი ეს გააკეთა ღმერთმა. ამიტომ ჩემი შინაგანი სამყარო ითხოვს რა უმაღლეს ზნეობას, იმიტომ რომ შია ჩემი სული ამგვარად არის მოწყობილი. მე სწორედ ამიტომ ქრისტე დავინახე. და დავიწყე მისი ძიება, მაგრამ სადავნახო თვალხილულად ხელი როგორ შევახო მას? როგორ შევახო ხელი ქრისტეს, იმ რომელიც 2000 წელია უკვე ამაღლდა. და უფალი გვასწავლის, რომ სასულიერო პირებს, მოციქულებს და მათ მემკვიდრეებს მიმართავს. ვინც თქვენი ისმინა, ჩემი ისმინა. ვინც, მოკლედ, თქვენ დამი დამოკიდებულებით განისაზღვრება, ჩემ დამი როგორი დამოკიდებულება ექნებოდა ჩემს მიმართ. და აი ტიმოთეს ეუნება და ყველა ჩვენთაგან სახე ექმენ. ხატი ვიყავ, ხატია მღვდელი და ამიტომ ადამიანი რომელიც ქრისტეს ეძებს, მან ქრისტე უნდა დაინახოს სასულიერო პირში. ეს შეუძლებელია, რა თქმა უნდა. მაგრამ მეორეს მხრივ ის ვინც ქრისტეს ეძებს, მან ისი ძალიან კარგად იცის, რომ შენ მღვდელო ქრისტე არ ახარ, მაგრამ ცოტათი მაინც თუ დაინახა შენში რაღაცა მსგავსება უფლისადმი, ის დარწმუნდება, რომ მისი რწმენა ადამიანად მოსული ჩვენთვის მომკვდარი ღმერთისადმი სწორია, იმიტომ რომ შენ როგორც მისი ცოცხალი ხატი ცოტათი მაინც ამართლე მის სახელს, რომ ქრისტეს მღვდელი ქვია. და შენ მოგდევს რა, შენი მიმდევარი ხდება რა, იგი ქრისტეს პოულობს. რამხელა პასუხისგებლობა არის თითოეულ ჩვენთაგან სასულიერო პირებს. რამხელა პასუხისგებლობა. მე გეტყვით, როგორც მღვდელი საოცარია, ჩემდენი ნაგავი რო მღვდელი გახდება. ყოველუბრალოდ გეცინებათ, მე ამათ არ კვეკლუცობ. მე გეტყვით, როგორც მღვდელი, რომ ამაზე ძნელი ამ ქვეყანაზე არაფერია. ეშმაკი ისეთი თავხედი და ნაძირალაა, რომ და ისეთი უგუნურიც, რომ ქრისტეს გამოცდა მოინდო. წარმოიდგინეთ, რას უზავს ის მღვდელს, რომელიც ეცდება, რომ ქრისტეს დაემსგავსოს. რას უზავს? რა დღეში ჩააგდებს? მაგრამ ჩვენს გვაქვს ის მეთოდი, რასაც თქვენ გასწავლით. მეტკინება, დამტკივა, მე ვტრიალდები ქრისტესკენ და ვეონები. უფალო, მე შენი ტკივილი, მე შენი სიყვარულისათვის მტკივა. მე შენი ერთგულებისათვის მტკივა, შენს გამო მტკივა. და მე მიხარია. მტკივა და მიხარია, იმიტომ რომ ქრისტეს აბა როგორ გინდა? მე ხო ჯვარცმულის ხაც ვატარებ გულზე. აბა სხვანაირად როგორ იქნება? ეს რომ აქვს მღვდელს და უნდა კონდეს ეს მღვდელს.
ეს საჭიროა იმისათვის, კიდევ მის საცხონებლად პირველ რიგში, მაგრამ კიდევ იმისათვის არის ეს საჭირო, რომ ის მაგალითია იქნეს სხვას, იმიტომ რომ ერისკაცი შეიძლება ესე პირისპირ არ ეჯახება ეშმაკს. პირდაპირ გაგებით ის არ არის მღვდელი და ქრისტეს ხატი, მაგრამ მისტიული გაგებით თითოეული ქრისტიანი სამღვდელო დასია და თითოეული ქრისტიანი აქედან გამომდინარე ეშმაკის დარტყმის ობიექტი ხდება. ყველა შემთხვევაში, რაც მეტად ერთგულებს, უფრო მეტად ხდება. და მღვდელი ამ შემთხვევაში უნდა იყოს მაგალითის მიმცემი და გამამხნევებელი სხვისა, რომ როგორც არ უნდა უჭირდეს, ის უნდა იყოს ბედნიერი. იმიტომ რომ ის ამ ტკივილებს უფლისათვის ითმენს და თითოეული თქვენთაგანიც რა ტკივილების თქვენ გაქვთ, ქრისტესათვის უნდა ითმენდეთ ამ ტკივილებს. ყველ მე არავის არ ვიცნობ, აქ ისეც ვინ ჩემთან ახსარებებს ამბობს, ვისაც მეტნაკლებად გიცნობთ, ყველას როგორ გტკივათ ხოლმე. მაგრამ ყველა მე თქვენი ტკივილები უფალს მიუძღვენით, როგორც უწმინდესი მსხვერპლი და თქვენ დაიწყებთ გოლგოთაზე ასვლას. უпроსტად თქვენ უკვე დაწყებული გაქვთ გოლგოთაზე ასვლა, მაგრამ თქვენი გოლგოთაზე სვლა იქნება თქვენი ცნობიერების მიღმა არ იქნება, თქვენი არჩევანი იქნება. თქვენ გოლგოთაზე ასვლას დაიწყებთ იმისათვის, რომ მინიმუმ გაიგონოთ სიტყვები, რომ ღვთისმშობელი თქვენი დედა, ანუ თქვენ ქრისტეს მახართ და მაქსიმუმ გაიგონოთ თქვენი სიტყვები, უფლის სიტყვები, რომ დღეს ჩემთან იქნებიო სამოთხეში. ამისთვის ავალთ მე ჩვენ გოლგოთაზე და არა იმისთვის, რომელიც მარცხნივ მოკვდა. ოღონ იოანესაგან განსხვავებით, ჩვენ ძალით ავყავართ ამ სამყაროს სულს ძალით ავყავართ გოლგოთაზე. და თუ ჩვენ მოვახერხებთ იმასაც, რომ შევაერთებთ ჯვარცმული ავაზაკის სინანულს და იოანეს პირად არჩევანს თვითონ ავიდეს გოლგოთაზე, მაშინ თლათ უკეთესი იქნება. ჩვენი ნებით, ჩვენი არჩევანი გახდეთ, ჩვენი ნებით ავდიოდეთ გოლგოთაზე და გვექნება რა ჯვარცმულის ავაზაკი მოვხსნოთ უფლის სიტყვები. დღესო ჩემთან იქნები სამოთხეში, ანუ ჯერ კიდევ ბიოლოგიურად ცოცხალნი შიგნით გვექნება განცდა სასუფეველის ბედნიერებისა და სიხარულისა. შიგნით გვეცნება მდგომარეობა სასუფეველში მყოფობის. აი ეს არის ის გზა, რომელსაც მუდამ უნდა გადიოდეს ქრისტიანი და ეს არის ის მდგომარეობა, გზა და განცდა, რომელშიც განსაკუთრებულად უნდა ვარჯიშობდეს ქრისტიანი აი ამ პერიოდში, როცა დიდ მარხვა იწყება. როცა ზაქეს მოუწოდებს უფალი და ზაქე მას სახლში შეიყვანს. და როცა მისი ცხოვრება დამძიმდება, როგორ ვთქვი, ზაქეს ცხოვრება ფიზიკური თვალსაზრისით დამძიმდა? დამძიმდა. იმიტომ რომ აღარც რომელებისათვის იქნებოდა ის ისეთი საჭირო კაცი, აღარც გამდიდრებული, გაზულუქებული ებრაელებისათვის ის ღარიბი ხალხი მაინც არ ენდობოდა მას, ამ ქვეყნიური სიმდიდრეც მოაკლდებოდა, ეშმაკიც უფრო მეტად შეებრძოლებოდა, ღამურას მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, რომელიც აღარც თაგვი იქნებოდა და ვეღარც ჩიტი ჯერ, ასე რომ მისი მდგომარეობა გაცილებით დამძიმდებოდა. მაგრამ მან ეს ქრისტეს სიყვარულისათვის გააკეთა. და მანაც მიიღო თავის წილი სულიერი ბედნიერება და უფალთან მყოფობის სიხარული. რაც შეეხება მღვდლების დარიგებას, კიდევ გვარიგებს პავლე მოციქული ჩვენ სასულიერო პირებს, რომ ნუ უდეფყოფ, რომელი ეგი არ შენთან ამ მადლი, ანუ ნუ უგულებელს ყოფი მადლს, რომელიც შენთან არის, რომელი მადლი, რომელი მოგეცა შენ წინასწარმეტყველებითა, დასხმითა, ხელთა ხუცობისათა. ანუ იმ საწინასწარმეტყველო ხელდასხმით, რომელიცაც მე ხელი დაგასწრი პავლე მოციქული ეუბნება, ხუცობის, ანუ მღვდლობის მადლი, რომელიც მოგეცა ხელდასხმით, ის მადლი არ უგულებელს ყო. ის მადლი შენთან არის. და ამას იწურთით, ანუ ამაში ივარჯიშე და ამაშინა იყავ და ამ ყველაფერში იყავი. რათა წარმატებულება იგი შენი ცხად იყოს ყოველსაშინა. უნდა იწურთიდი ამაში, უნდა შრომობდე, რომ შენი წარმატება ყველასთვის ცხადი იყოს. სასულიერო პირი ისე უნდა იღვწოდეს, რომ მისი წარმატება ყველასთვის ცხადი იყოს.
და შემდეგ საბოლოოდ არიგება. ეკძალე თავსა შენსა, ანუ გაუფრთხილდი შენ თავს. და მოძღვრებითა მით, რომელიც მე გასწავლე, რომ სახე უნდა ექმნე მორწმუნეთა, ყველა მორწმუნის სახე უნდა იყო სიტყვით, სულით, სიყვარულით, სულით, სარწმუნოებით, სიწმინდით, აი ამ ყველაფერს ეკრძალე, გაუფრთხილდი და მოძღვრებითა მით, აი ამ მოძღვრებით დაადგერ მათ ზედა და აი ამ მოძღვრებაში იცხოვრე, რამე თუ ამას რა იყოფდე, ანუ თუ ამას აღასრულებ და აი ის რაც ეკუთვნის მღვდელსაცა და მრევლსაცა. რამე თუ ამას რა იყოფდე, თავიცა შენი აცხონო და მორჩილნიცა შენ. აი ცხონების გზა თითოეული ჩვენთაგანისათვის, ჩემთვისაც, ანუ მღვდლისათვის და ყველასთვის, არა, მორჩილების. ანუ მორჩილი ვინ არის? ადამიანი, რომელსაც ეყოფა სიბრძნე და რომელიღაცა ცოდვილ ვიგინდარა მღვდელში, ანუ შემნაირში დაინახავს საცოდავ არსებას, რომელიც მიბობღავს გოლგოთაზე ქრისტესკენ. მიუხედავად მისი უბადროკებისა, მაინც მიბობღავს და რადგან მიბობღავს, ესე იგი შეიძლება მასთან ერთად ჩვენ წავბობღდეთ. აი ამის დანახვის, ამის უნარი არის სიბრძნე. ამას დიდი სიბრძნე ამ სამყაროში არ არსებობს. დაინახო ადამიანი, სასულიერო პირი, რომელიც მიბობღავს ქრისტესკენ და მის კაბის კალთას ხელით ჩაკიდე. და გეყო სიბრძნე რომ ის რას გავს ეს საცუდავი მიბობღავს, არ მირბის, ვინ ყოფილა ეს? წავიდე ვნახო რომელიც მირბის. აი ეს არ შეგვეშალოს. იმიტომ რომ თუ ადამიანი დღეს 21 საუკუნეში მიბობღავს, ხელი მოკიდე, თორე მორბენლის ზიება შეიძლება ვერასოდეს ვერავინ ნახო. ვინ მირბის დღეს? საკითხავია. ვის შეუულია დღეს მაგის გაკეთება? ზაქე ჩამოდის, უფალი სახლში მიყავს. ჩვენი პატივმოყვარეობა გვერდზე გადავდოთ. ზაქე პატივმოყვარე იყო, აბა როგორ იქნებოდა ის სხვანაირად. თავი დაიმდაბლა და ამხელა თანამდებობის კაცი ჩათვალეთ ეს იყო საბაჟოს უფროსი რაღაც ესეთი და უცებ ხეზე აძრება ამდენ ხალხში და იქიდან იყურება, პატარა იყო ტანა თასასასილო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, არაფერს დაგიდებდა და ოღონ მაცხოვარი, ოღონ ნაზარებელი მოძღვარი ენახა დაენახა, რომლის შესახებაც მრავალი რამ გაეგო, ოღონ თვალი მოეკრა, მისთვის მეტი არაფერი არ უნდოდა და ამ სიმდაბლის გამო, ოღონ თვალი მოუკრაო და არა დაგიდებთ ჩემ პატივმოყვარეობას, ხეზეც ავირბენო. გახდა ამ საოცარი სიტყვების ღირსი. ლაზარე ჩამოდი და მე დღეს შენთან სახლში მოვა. თითოეული ჩვენთაგანი და გამხდარ იყოს ღირსი ლაზარეს ზაქეს უფროსწორედ ზაქეს სიმდაბლისა პატივმოყვარეობის მისეული დადგუნულობისა თავის გასულელებისა ლეხსულეზე რო ავიდა და ღირსი გამხდარ იყოს უფლის დაძახებისა. ზაქე ჩამოდი, მე დღეს შენთან ვიქნები სახლში. და იმ წამსვე მართალი ჭყალებში ადამიანებისაგან მუძულებისა. ჩემიცა და უფლისაც, ჩემი შურის გამო, უფალი განკითხვის გამო, რომ აი ეს ვისთან ჯდება და როგორ იქცევ. და შემდგომში აქედან მოსული ტკივილების ღირსეულად დათმენისა და უფლისათვის უწმინდეს მსხვერპლად მიძღვნისა. ეს არის უებარი წამალი და საშუალება ჩვენი ცხონებისა. ჩვენი ტკივილები უფალს მიუძღვნათ და ყოველ ჩვენ ტკივილზე უფალს უთხრათ. უფალო, შენთვის მომიძღვნია ეს ტკივილები. შენს გამო მინდა რომ ტკიოდეს. შენს გამო მინდა რომ აწუხებდეს. შენით მინდა ცოცხლობდე და ჩემი გული შენით ფეთქავდეს. ყველაფერი ქრისტეს, სიხარულიცა და ტკივილებიც. ეს იქნება საწინდარი ჩვენი გოლგოთაზე სწორედ სულისა და ისედაც იქავართ უკვე. ეს იქნება საწინდარი ჩვენი უფალთან ერთობისა მინიმუმ როგორც ძმა, იმიტომ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენს მიმართავს ეს ჩვენი დედა არის და ჩვენ მისი შვილი ვართ და მაქსიმუმ
ბიოლოგიურად ცოცხალნი ჯერ კიდევ როცა გავიგებთ, განვიცდით, შევიგზნობთ სასუფეველში ყოფობას, როცა უფალი გვეტყვის დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. ღმერთმა ამ გზაზე დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.